გამარჯობათ, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, გამდრე ცინცაძესთან ერთად. მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო და თქვენ ისმენთ გადაცემას, სადაც ვისაუბრებთ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი საქმით ჩვენ საზოგადოებას სითბოსა და შთაგონებას აძლევს. დღეს ჩვენი სტუმარია თეატრის მსახიობი, ადამიანი, რომლის ყოველდღიურობა სცენაზე ცხოვრებას გავს. ვლაპარაკობთ თეატრზე, ემოციაზე, მაყურებელზე და იმ შთაგონებაზე, რომელიც სცენიდან გადმოედინება. ერთად შევიგრძნოთ, რას ნიშნავს იყო მსახიობი და როგორ იბადება გმირები თეატრის ფარდის მიღმა. რას ურჩევენ ისინი ახალგაზრდა თაობებს. თეატრი ერთ-ერთი უძველესი ხელოვნებაა მსოფლიოში. მისი ფესვები ძველი საბერძნეთში ჩნდება, სადაც ადამიანები ღვთაებების საპატივცემულოდ დრამებსა და კომედიებს დგამდნენ. სწორედ იქედან მოდის სიტყვა თეატრი. ის ბერძნულია და ნიშნავს საიდანაც ხედავენ. პირველი სპექტაკლი ღია ცის ქვეშ იმართებოდა და ათასობით მაყურებელი ესწრებოდა. დროთა განმავლობაში თეატრი გარდაიქცა არა მხოლოდ გართობის, არამედ საზოგადოების სარკედ. სცენაზე გამოჰქონდათ ადამიანების გრძნობები, შიში, სიყვარული და ბრძოლა სიმართლისათვის. ევროპაში თეატრი განსაკუთრებით განვითარდა შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში. გაჩნდა ცნობილი ავტორები, შექსპირი, მოლიერი, გოეთე. ისინი დღემდე ითვლებიან მსოფლიო თეატრის საფუძვლად. საქართველოში თეატრის ტრადიცია ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ისტორიული წყაროებით ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში არსებობდა სცენური წარმოდგენები. პირველი პროფესიული თეატრი საქართველოში 1850 წელს დაარსდა. ეს იყო თბილისის თეატრი, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანისა და სხვა ავტორების პიესები იდგმებოდა. შემდეგ ჩამოყალიბდა ცნობილი თეატრები, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი, კოტე მარჯანიშვილის თეატრი, ქუთაისის მესხიშვილის თეატრი და სხვა მრავალი, რომელმაც შექმნა ქართული თეატრის ოქროს ეპოქა. თეატრი კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ხელოვნებაა. ადგილი, სადაც მაყურებელი და მსახიობები ერთმანეთს სუნთქვით უკავშირდებიან. თეატრი გვახსენებს, რომ ემოცია, სითბო, სინამდვილე ცოცხლდება სწორედ იქ სცენაზე. სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვეტე, რომ ჩვენი სტუმარი იყოს თეატრის მსახიობი, რომელიც გაგვაცნობს თეატრ სცენის მიღმა. მოგესალმებით, პირველ რიგში გაგვეცანით, მოგვიყევით, ვინ ხართ, რას აკეთებთ? გამარჯობა, მეც მიხარია რომ თქვენთან ვარ. მე ვარ შაკო მირიანაშვილი, ვარ მსახიობი ახალი თეატრის, თავისუფალი თეატრის და მარჯანიშვილის თეატრის და ასევე სხვადასხვა პროექტებზე მუშაობ ფარაკში, ფისქვილის თეატრში და მოკლედ ვარ მსახიობი და ასევე სერიალებში ვთამაშობ, რამდენიმე ფილმში მაქვს ნათამაშები და ლიანი თავით მოკლედ მსახიობი ვარ. ძალიან კარგია, ესე საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა ხოლმე, მაგრამ ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებთ. პირველ რიგში ახალგაზრდები, რადგან მათთვის როგორც პროფესიის არჩევის დროს ეხმარება, მოტივაციას აძლევს ესეთი წარმატებული ადამიანები. როდის და როგორ გაიგეთ, რომ მსახიობობა იყო თქვენი გზა? პირადად არ გამიგია, ჩვენ ძალით დამაძალეს, ესე ვთქვათ. იმიტომ ძალიან პატარა რო ვიყავი, ჩვენთან სკოლაში რაღაც საბავშვო სტუდია მოვიდა და ამ რეჟისორს აი სკოლაში რო დავრბოდი და ვყვიროდი და რაღაცებს ძალიან ხმაურიანი ბავშვი ვიყავი, ძალიან მოვეწონე და ერთი 3 თვე ჩვენ ოჯახს მოკლედ დასდევდა, რომ ეს ბავშვი ჩვენთან სტუდიაში მოიყვანეთ. ვიყავი 10-11 წლის მაშინ. იქიდან რომ შევედი სტუდიაში, მე სტუდია გადაკეთდა თეატრად, ლეხანოვზე გავხსენით ჩვენ თვითონ ჩვენი ხელით აშენებული პატარა თეატრი და მაქედან რომ მოვიწამლე, მე ინსტიტუტში ჩავაბარე, მე თეატრებში მოვხვდი და მოკლედ სხვა არაფერი არ მიკეთებია გარდა თეატრისა. ანუ თეატრი იყო თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი ბავშვობიდანვე? ბავშვობიდან, აი ძალიან ბევრი როლი მაქვს ნათამაშები, ახლა რო უყურებ, ერთი ბევრ მსახიობს ეყოფა, იმდენი როლი მაქვს უკვე მოსწრებული და ახლობით 60-მდე როლი მაქვს ნათამაშები. ძალიან კარგი. ვინ იყო თქვენი შთაგონების წყარო? იცი, ესე შთაგონების წყარო არასოდეს არ მქონდა რა. ჯერ ერთი ძალიან ეგოისტი ვიყავი და მე აი შთაგონების წყარო ალბათ სხვადასხვა ფილმებიდან ოღონდ ერთი კონკრეტული ვინმე კი არა, პატარა მონაკვეთები, ან ცხოვრებაში უფრო მიყვარდა ადამიანების დაკვირვება და
ეგენი იყვნენ ჩემი შთაგონების წყარო, ან მუსიკა მომწონდა ძალიან, ან ნუ რაღაც პერიოდი ვკითხულობდი ბევს და იქიდან ვიღებდი შთაგონების წყაროს. ესე როგორც ერთი მიმართულებით ვინმე მსახიობზე, ან ვინმე რომ ქონოდა ამორჩეული, არასოდეს არ ყოფილა მსგავსი. ანუ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა შთაგონების წყარო გქონდათ. ანუ გარემოებებიდან სხვადასხვა შთაგონების გამომდინარე. წყარო და სხვადასხვა ფორმით რა, ადამიანი კონკრეტული ესეთი. დიახ. აი არასოდეს თუ ვინმე მსახიობი მომწონდა იმის აი დაუშვათ მთელი ფილმიდან ალბათ პატარა 1-5 წუთი რაღაცა თუ მომეწონებოდა, თორე ესე კონკრეტული პიროვნება არ გქონია. კონკრეტული პიროვნება არა, ზედმეტად ამაყი ვიყავი მაგისთვის ალბათ, არ ვიცი. პატარა მონაკვეთები სხვადასხვა ადამიანების, როგორც პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, ისე სიმართლე რო გითხრა, უფრო აი ცხოვრებიდან უფრო ვიღებდი ადამიანებთან რაღაცეებს. როგორია დღევანდელი თეატრალური გარემო საქართველოში? რამდენად მოსახერხებელი ამ მსახიობებისათვის? რამდენად თავისუფალია? თეატრალური გარემო ჩემთვის აი არ ვიცი, შეიძლება ვიღაცეები შემედაონ, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან კარგი თეატრი გვაქვს დღეს და არავის არ ჩამოუვარდებით თეატრით, იმიტომ რომ ყველა გემოვნების და ყველა ნაირფერი თეატრი გვაქვს დღეს ჩვენ საქართველოში რა, როგორც რეგიონებში ძალიან კარგი რაღაცები კეთდება ხოლმე, ძალიან მიყვარს მე რეგიონების სპექტაკლების სიარული, ასევე თბილისში თქვენ დაახლოებით 10 მიმართულების სხვადასხვა თეატრს იპოვით. თქვენ როგორი გემოვნებისაც ხართ, როგორცაც აღიქვავთ თეატრს, არის კლასიკური თეატრი, არის ძალიან თანამედროვე, ულტრათანამედროვე, არის ამორის მიქსი. კიდე სხვადასხვა ჟანრის თეატრებია. მოკლედ თეატრებში არ მიჭირს ჩემი აზრით რა. ძალიან ბევრი ნორმალური რომელი მიმართულებით მუშაობთ ხოლმე ძირითადად? მე იქიდან გამომდინარე რომ ვარ მთელი ცხოვრება ესე ვიყავი რომ მარტო ერთ თეატრში არასოდეს არ მუშაობია, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა რეჟისორთან და სხვადასხვა თეატრთან შეხება, იმიტომ რომ მრავალფეროვნება ჩემი აზრდისთვის და თვითონ რომ დავკმაყოფილდე ძალიან მნიშვნელოვანია რა. ანუ ერთი მიმართულებით, როგორც კლასიკური თეატრი, როგორც მომწონს, ასევე მომწონს ეს ულტრათანამედროვე თეატრი, რომელიც რა ძირითადად მხოლოდ ფორმაა და შეიძლება სიტყვაც არ იყოს და რაღაც ბგერები იყოს. მანდაც ვყოულობ ჩემი თავის რაღაც გარკვეულ ნაწილს მანდაც ვყოულობ და ასევე კლასიკურ თეატრშიც. ესე ამორჩევით არა მაქვს რა. აქეთაც მომწონს, იქითაც მომწონს, მოკლედ ყველგან დიდი სიამოვნებით მუშაობთ. გასაგებია, რომელი როლი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რომელმა როლმა მოახდინა გარდატეხა? თუ აქაც არ გქონიათ კონკრეტული როლი? კი, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა როლი იყო ჩემთვის, როცა მივხვდი რომ რაღაცა შეიცვალა პროფესიულად. პირველი როცა გავიზარდე, მივხვდი ბავშვი აი სტუდიაში რომ მუშაობდი, ვითამაშე მეբებია ილიკო და ილარიონი და მანდ მივხვდი რომ რაღაცა გამზარდა. სტუდენტობის დროს ვიმუშავე რაღაც უჩინმაჩინის ქუჩში, რაღაც როლზე და მანდ მივხვდი რომ გავიზარდე. მერე სამეფო უბნის თეატრში ვიმუშავე არტიფესტზე, ერთი მონოპიესა იყო და მანდ მივხვდი რომ გავიზარდე. მერე რუსთაველის თეატრში ზალჩიკობა ვაკეთებდა ეგეთ რაღაცას. უცხოელი გოგო ჩამოვიდა ელენი და მაგან დადგა მონოპიესამ ივანე და ძაღლები და მივხვდი რომ მანდ გავიზარდე. ანუ ყველა ეტაპზე ისეთი როლები გაქვთ შესრულებული, რაც თვლი რომ როგორც პროფესიულად გზრდიდათ, ასევე შინაგანითაც რაღაცა აკმაყოფილებდა თქვენს მოთხოვნებს არა? იცი როგორ არის, აი ბევრი რამე ერთმანეთს ემთხვევა, შენი ფსიქიური მდგომარეობა და როლის სათქმელი რაღაც თითქოს ერთმანეთს და ასევე რეჟისორი ძალიან მნიშვნელოვანია. თითქოს ეს სამი ერთად იკვრება თავის პიესასთან ერთად და ეს სამი ერთ მასად იქცევა და ეს ყველაფერი ძალიან გზდის რა. დამთხვევაზეა ამ დროს. ხო, ანუ გარკვეულ ასაკში შინაგანი განწყობილების მიხედვით კი, შენ შინაგანად მზად ხარ და ზუსტად ის მასალა მოდის შენთან, რაც იმ მომენტში თითქოს გაღელვებს. და ეს ყველაფერი
რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვთქვი რეჟისორთან ერთად ძალიან გზდის. ანუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, როცა ეხლა ძალიან ბევრი სპექტაკლები ჩამოთვალეთ თქვენ, სადაც დიახ. მონაწილეობა გაქვთ მიღებული და თვლით, რომ მაგან გაგზარდათ როგორც შინაგანად, ასევე როგორც პროფესიულად. დიახ. არის შემთხვევა, როცა როლის ემოცია სცენიდან ცხოვრებაში მოგყვებათ, ქონიათ ეგ შემთხვევა? თუ აი როცა დაასრულებთ როლს, იქ მთავრდება ყველაფერი და უკვე იცი როგორ სცენით არის? სხვა ადამიანი ხართ. აი როცა ახალია სპექტაკლი, აი როცა რეპეტიციობ და პირველ პრემიერას გამოვუშვებ, მერე დაახლოებით 2 კვირა გაქვს, აი როგორ თქვა, აი გაციებული რო ხარ და ცუდად რო ხარ რა. თითქოს ის როლი გამოდის შენგან. აი რაც 1-2 თვე ხო ემზადები სპექტაკლისთვის. ამ სპექტაკლს გამოვუშვებ, ამ როლს ითამაშებ და მერე აი ის თითქოს კიდე ცოცხალია შენში და მოყვება ცხოვრებაში და საერთოდ არ შეესაბამება შენ ცხოვრებას თუ რაღაცა ეგეთი. და პირველი 2 კვირა პრემიერიდან არის ძალიან რთული ხოლმე, იმიტომ რომ ვერ ხვდები შენ ხარ თუ ისა ხარ, ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიძახი. ფსიქიური მდგომარეობა გაქვს ისეთი, როგორც იმ სპექტაკლშია და მოყვება ცხოვრებაში და მე 2 კვირა უნდა რომ აი რაღაცა გაცოცხლდე. ასე მოხვიდე და დაუბრუნდე რეალურ სამყაროს აქეთ. დაუბრუნდე შენ თავს, კი. როგორ რეაგირებ ხოლმე მაყურებლის ემოციაზე? ყველას რა თქმა უნდა, ეხლა პირველის რაც აქვს, როცა მოეწონება მაყურებელს, ბედნიერია და ამაყია. თქვენთან როგორაა? უფრო მე ჩემსას უბერავ ხოლმე და მე მაყურებელი ან მოწონს ან რო გითხრა რომ არა ხვდები ეხლა საერთოდ თეატრი იმით განსხვავდება რომ შენ და მაყურებელი და გმირი დგახართ ერთად. აი არ არსებობს შენ მაყურებელი და დრამატურგია თხზავთ ამ გმირს. და ამ დროს ან არც წაშია საქმე, არც სიცილში, არც ტირილში. ცა უხილავი რაღაცა მაგია ხდება, როცა შენ გრძნობ მაყურებელს, მაყურებელიც გრძნობს შენ და თქვენ ერთად თითქოს ერთად თამაშობთ ამ გმირს. ერთად მიყვებით ამ გმირის ემოციას. ამ გამომხატველი ხერხი არ არსებობს აქ რითიც ხვდები, მაგრამ აი რაღაც უხილავი მომენტია, მან რითიც შენ და მაყურებელი ერთად ხარ და აი ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება. არც წაში, არც სცენის დროს რაღაცა რეაქცია. აი უბრალოდ ერთად რო დგახართ თქვენ და რაღაცას ხვევით. აი ამის შეგრძნება რა. ანუ თლიანი ერთიანობა ხდება. ერთი მთლიანი ხართ, ხო? როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს დღეს თეატრს საზოგადოებაში? ძალიან დიდი, ჩემი აზრით თეატრმა რაღაცა პერიოდი დეპრესიული პერიოდი იყო. კოვიდამდეც ცოტა ადრე და მერეც თეატრმა თითქოს რაღაც შეიძინა ახალი ფუნქცია, ეგრე მგონია. აი სოციალურ საკითხებში, პოლიტიკურ საკითხებში ასევე ძალიან ცოცხალი და თანამედროვე გახდა თეატრი და მაყურებელმა დაიწყო სიარული, რაც ყველაზე მთავარია და მსახიობებმა დაიბრუნეს თავის ფუნქცია. ანუ ახლა მარტო პოლიტიკოსებს არ უყურებთ ტელევიზორში, უყურებთ მსახიობებსაც, რას როგორ იტყვიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია და სწორია ჩემი აზრით. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე რთული მსახიობის პროფესიაში? რა არის ყველაზე რთული მსახიობის პროფესიაში? დიახ. თუ გიფიქრიათ ამ თემაზე. რო გადარჩე ფსიქიურად, ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ძალიან დიდ ჯანმრთელობას მოითხოვს ეს ყველაფერი, ფინანსურად, ყველა მხრივ. უბრალოდ რო გადარჩე როგორც ადამიანი, ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროფესიაში. თუ გაქვთ საყვარელი როლი, რომელსაც კიდევ ერთხელ დაუშვათ შეასრულებდით? არა. წინ? ესე არ უყურებ მე საკითხს. არა. არა, იმიტომ რაც ნათქვამია უკვე ითქვა და მაწი ახალი და ახალი რაღაცეები რაც საერთოდ როლს არ უყურებ იმას როგორც აი როგორ თქვა აი მაგიტო არა მაქვს არც საყვარელი როლი არც საყვარელი მსახიობი არ მყავს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის აი ძალიან როლში შეიძლება სულ 1 წამი იყოს ან 3 წამი იყოს სადაც იძახის შენ თავარ სათქმელს. და ეს თავარი სათქმელი, ამ თავარი სათქმელის გამეორება არ ხდება რა. სულ ახალი და ახალი იდეები მოგდის თავში და ამიტომ ყველა ის პატარა წამი ძვირფასი და მნიშვნელოვანია და არა მთლიანი როლი მაგალითად. ამიტომ არ მაქვს არც მივტირი ძველ როლს, ველოდები ახალს და იმ ახალსაც იმ ახალშიც მთლიანი როლი არ იქნება ჩემთვის ის რამდენიმე წამი იქნება მნიშვნელოვანი, რითაც ჩემ დამოკიდებულებას გამოვავლენ ცხოვრებისადმი. აი ეგრე ვიტყვი პოეტურად.
როგორი ემოცია სცენაზე გასვლის წინ? აი გაქვს თუ არა რაიმე პატარა რიტუალი ან ჩვევა, რასაც აუცილებლად ასრულებთ ხოლმე სპექტაკლის დაწყებამდე, იმიტომ რომ ბევრისგან გამიგია მსგავსი რიტუალების შესახებ. რაღაცა პატარ-პატარა ჩვევები, რომელსაც სპექტაკლის დაწყებამდე აკეთებენ. მე ვეხვეწები ხოლმე, არ ვიცი, ღმერთს თუ ვის ვეხვეწები, არ ვიცი, რომ ჩემთან მოვიდეს ძერსკი კაცი, ძერსკ კაცს ვეძახი ეგრე და მოდი ჩემთან, მოდი ძერსკო კაცო, ესე ვიძახებ ამ ძერსკ კაცს და მე მოდის ხოლმე ჩემთან. ასე ვეხვეწები, რომ ჩემთან აი დაისადგუროს აი იმ კაცმა, ვისაც შეუძლია რომ გავიდეს და ვიღაცებს ცხოვრება ანახოს ეგეთმა ძლიერმა ადამიანმა, იმიტომ რომ მე სინამდვილეში ეგეთი ძლიერი და ეგეთი მაგარი ვერა ვარ და ამ დროს ვიღაცა მოდის ხოლმე, ვიღაცა მაგარი ძერსკ კაცს ვეძახი მაგას და ეგ მაგარი კაცი ისადგურებს ხოლმე ჩემში და ეგ გადის სცენაზე და ეგ მაგის გამოძახებას ვაკეთებ ხოლმე, ესე ხმამაღლა ვეძახი ხოლმე რა. ნოც თუ არა რომ თეატრი კონკურენციაშია კინოსთან და ტელევიზიასთან. არანაირად. რაღაცა ბოლო მოვლენებმა ეს კარგად დაგვანახა. თეატრი არის ცალკე რაღაც ადრე იყო რომ ფილმებმა თითქოს გამოაცალა თეატრს მაყურებელი და მაშინაც ვიძახდი და ეხა კიდე უფრო დამტკიცდა ეგ, იმიტომ რომ თეატრში ბევრი ხალხი დადის, რომ პირიქით თეატრს ჩამოშორდა რაღაც უაზრო ფუნქციები, რომელსაც იღებდა, მაგალითად შოუ, მაგალითად თეატრს ჩამოშორდა ფუნქცია, რომ იყოს ინფორმატიული, როგორც რამაც ტელევიზია იყო, თეატრს ჩამოშორდა ფუნქცია, რომ იყოს დაუშვათ ძალიან ლოგიკურ გადაბმული, კინო მიიღო მაგის ფუნქცია და დარჩან ეს ფუნქციები თეატრის ნიშა უფრო გამოიკვეთა და უფრო წამოიწია თეატრმა ჩემი აზრით აი ამათ ფონზე ვიდრე ჩაანაცვლა. ჩემი აზრითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თეატრს, რადგან სწორედ ამ თამაშით, სპექტაკლით ეუბნება ადამიანებს შეფარულად, რო ვთქვათ ესე, მთავარ სათქმელს და ბევრ რამეს ასწავლის ცხოვრებაზე. მაგ რაცა მნიშვნელოვანი რომ ადამიანები ერთად იკრიბებიან და რაღაც სათქმელზე საუბრობენ, რაღაცა თემაზე საუბრობენ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია რაც თეატრს აქვს, შეკრებითობა. მაყურებლის, მსახიობის, დრამატურგის, რეჟისორის ერთად ბევრი ხალხის შეკრება. განსაკუთრებით კოვიდის ფუნქცია. და არა სახლში ჩაკეტილი შენ რო რაღაცებს უყურებ, თანაგანც დამან ნაკლებია, გაზიარება. ეს თეატრს მაგიტო დროს ვერ ჩაანაცვლებს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთად შეკრება და რაღაცაზე საუბარი, სოციალური საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ეს კოვიდმა ძალიან დაგვანახა ჩემი აზრით. ძალიან ცხადად. ამიტომ მაგის არ მეშინია. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეგ სუბიექტური აზრია, მსახიობობა, პროფესია არ არის დღეს იმდენად შემოსავლიანი და აქტიური, რომ ადამიანმა თავი ირჩინოს და განსაკუთრებული რაღაცები აკეთოს და ეს მე მგონი უფრო არის ადამიანის შინაგანი. ფსიქოპატები ვართ რაღაც დონეზე, იმიტომ რომ ანაზღაურების ნაკლები განაზღაურების. ხო, აი მაგას ვამბობ, გულიდან მოდის თქვენი პროფესია უფრო და ფსიქოპატები ვართ რეალურად, ფსიქოპატები. მართლა ოღონდ. ანუ უკან კარგი პროფესიაა და ძალიან კაი იქნება, რომ უფრო მეტად დაფასებული იყოს, ვფიქრობ, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ხალხის მხრიდან. კი, მეც. გასეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებიც თეატრში მოსვლაზე ფიქრობენ. იარონ თეატრში. სანამ მოვლენ პროფესიაში ვეტყვი, რომ ეხლა თქვენი პროფესია, ვთქვათ, განაპირობა იმან, რომ თავიდან მხოლოდ იმის გამო უნდა თეატრში სიარული, თეატრის მსახიობობა, რომ გახდებიან ან ცნობილები, ან ყველას ეყვარებათ, ამის გამო, ან გონიათ, რომ კაი პონტია და ხალისიანია ცხოვრება ეგრე, მაშინ არ მოვიდნენ თეატრში მსახიობობად. თუ აქვთ რაღაცა, თუ უბრალოდ არ შეუძლიათ სხვანაირად. აი თუ სახლში თოჯინებით ბევრს თამაშობენ, ბრძნენ ბავშვობაში და საერთოდ თამაშის გარეშე თუ არ შეუძლიათ, მხოლოდ მაგ შემთხვევაში მოვიდნენ, იმიტომ რომ თუ სხვა დანარჩენი რამის გამო მოდიან თეატრში, უბრალოდ სოდოები არიან, დაიჩაგრებიან. მოკლედ არ მიიღებენ იმას, რაც გონიათ, რომ ეს პროფესია არის. ეს პროფესია არის თავდაუზოგავი შრომა გაჭირვებაში, ფსიქიურ მდგომარეობაში რაღაცის თქმის სურვილი თუ არა გაქვს. მარტო იმისთვის, რომ შენ ყველას ეყვარებიან, ხალისიანი ცხოვრება გექნება, ან რა ვიცი, კაი პონტი აქვს, მარტო ამის გამო
ძალიან ცოტა ხანში მიხვდებიან, რომ ეგრე არ არის და მე დაკარგავენ ცხოვრებას, იმიტომ რომ ვერც სხვა პროფესიაში ვერ წავლენ და ვერც ამას ვერ დაანებებენ თავს და იქნებიან სულ გულგატეხილები. ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიდნენ, თუ მათთვის თამაშის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მხოლოდ მაგ შემთხვევაში. რამდენად რთულია თეატრალური ცხოვრება რეგიონებისთვის, თუ გქონიათ შეხება? ან თუ გითამაშიათ რომელიმე რეგიონის თეატრში ან გასვლით ის თუ გქონიათ? რეგიონებთან კი გასვლითი სპექტაკლები მქონია და ძმაკაცები წავს რეგიონის თეატრებში და არ ვიცი მე პირადად ჩემთვის ეხა ხო დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი რეგიონის თეატრის რო დავბადებულიყავი რეგიონში ანუ მან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მგონია რომ არის მსახიობი და ბევრი გაჭირვების და იმის მიუხედავად რაც ქალაქშიც იგივეა იქ რაღაცა პატარა სივრცეა სადაც ყველას იცნობს ყველას უყვარხარ ასე თუ ისე სამუშაო ეხა ისე სამუშაოები არის მე როგორც ვიცი იმიტომ რომ ახალგაზრდა რეჟისორები მივიდნენ რეგიონი დაიწყეს დადგმა. ერთ-ერთი წარმატებას უსურვებ და მგონია რომ დიდად არ განსხვავდება თეატრის მსახიობის ცხოვრება რეგიონის თეატრის მსახიობის ცხოვრებისგან. რაღაც მომენტში შეიძლება ოღონდ არ ვიცი შეიძლება მე ვწუწუნებ რეგიონის თეატრის მსახიობობა კიდევ უფრო კომფორტული იყოს. კიდევ უფრო, იმიტომ რომ პატარა სოციუმში ან ყველა აი რაღაცნაირად უფრო დაფასებული. ხო, ყველას იცნობს პატარა რეგიონებში და უფრო მეტად. პრინციპში ქალაქშიც ეგრეა, მაგრამ აი არ ვიცი, რაღაცა ეგრე მიგრძნობს გული რა. რას ისურვებდით, რომ შეიცვალოს ქართულ თეატრში მომავალი თაობებისთვის თქვენთვის? არ ვიცი, როგორ არის, იცი, საერთოდ მსახიობის პროფესია სულ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო ესე, როცა ძველ საბერძნეთში მსახიობები სპექტაკლს თამაშობდნენ, ეგეთი წესი იყო მოკლედ. მთელი წელი მსახიობებს ვიღაცეები უბრალოდ იმისთვის ინახავდნენ და ფულს უხდიდნენ, რომ წელიწადში ერთხელ გამოსულიყვნენ და ერთი თვე ეთამაშათ. სხვა მსახიობს არაფრის მუშაობა, ფიზიკური შრომა არ უწევდა, არაფერი არ უწევდა, იმიტომ რომ მაშინ აანალიზებდნენ, რომ მსახიობი არ უნდა გაცვდეს აი იმით, იმიტომ რომ მსახიობს არა აქვს ბიზნეს აი ფუნქცია მსახიობმა არ იცის როგორ იშოვოს ფული მოკლედ რა ეგრე არიან ხოლმე მსახიობები. ამიტომ თავიდანვე როცა მოიგონეს ძველ საბერძნეთში ეს პროფესია, იყო ესეთი წესი, რომ მსახიობებს მთელი წელი ხელის გულზე ატარებდნენ, რომ ერთი თვე წელიწადში ეთამაშათ და მათთვის დაებრუნებინათ სიამოვნება. ვფიქრობ, ეხლა მსგავსად ეხლა ჩვენ კაპიტალისტურ სამყაროში არ ვიცი რამდენად მოსახერხებელია ეგ, არ ვიცი. მაგრამ სახელმწიფო ვფიქრობ, დიდი ფულიდან ამას არ ჭირდება რა. შეუძლია რომ უფრო მეტად დაეხმაროს კიდე არ ცუდი სიტყვაა რა. უფრო მეტად ხელის გულზე ატაროს მსახიობი, იმიტომ რომ შეუწყოს პროფესიულ განვითარებას. ხო, ეს ისევ მათთვის, ისევ ქვეყნისთვის არის. გაცვეთილი და ნაშრომი, ნაჯაფი მსახიობი 10 ადგილას რომ მუშაობს და მე კიდე სცენაზე გამოდის, იმდენ პროდუქტიულობას, იმდენს ვეღარ ასხივებს, რამდენსაც მსახიობი, რომელსაც დაალაგებული აქვს ცხოვრება და ვფიქრობ, მხოლოდ ტრანსცენდენტულ მოვლენებზე და ნეობაზე და ასე შემდეგ. უფრო მეტად გამომსხივებელია ეგეთი მსახიობი. ამიტომ აი ამას უსურვებდი ყველა მსახიობს. რომელ ქვეყანაში და რომელ სცენაზე გექნებოდათ სპექტაკლი? მე პატრიოტი ვარ, იცი, აქ და ახლა ვიქნებოდი, სადაც ვარ და როგორც ვარ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყნებში გასტროლებით ვივლით, რომ ანახოთ კულტურას, რომელსაც წარმოვადგენ ჩვენ, მაგრამ აქ სადაც ვარ, კარგად ვარ. თვითონ თეატრის შიგნით მაინტერესებს რა სიტუაცია ეგ, უფრო მეგობრული ურთიერთობა თეატრის მსახიობებს შორის თუ დაძაბული და კონკურენტული გარემოა? აი როლისთვის. როგორც ცხოვრებაში რა, ესეც არის, ისიც არის. რა თქმა უნდა, არის თან როცა სპექტაკლი კეთდება, ყველა მსახიობის, რეჟისორის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის აი აბსოლუტურად სხვანაირი რა, ამას ახლა ვერ ახსნი რა. ძალიან ნერვებზეა ხოლმე ყველა. ამ დროს შეიძლება მოხდეს კონფლიქტიც, შეიძლება არც მოხდეს, მაგრამ იმ წამსვე მიდის ერთმანეთის მიტევება რა. ანუ ეს ყველამ ვიცით, რომ რაღაცა მაღალს ვემსახურები და ეს რაღაცა უბრალოდ
ნერვებია, როცა რამე ხდება, ამას ყველა იაზრებს და მე ყველა ერთმანეთთან მიდის და ეხუტება ერთმანეთს. ამიტომ თლიანობაში ვიტყვი, რომ მეგობრული გარემოა. უფრო კარგია. ამ დროს კიდე ძალიან მნიშვნელოვანია მთავარი რეჟისორის როგორია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას საერთოდ სპექტაკლისთვის, შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ ასევე მსახიობები, რომლებიც ამას თამაშობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიტყვი, რომ მეგობრული და მიმტევებული მდგომარეობა არის. მსახიობი როცა თამაშობს ერთი და იგივე სპექტაკლს. შესაძლებელია მაყურებელმა ეს ერთი და იგივე სპექტაკლი სხვადასხვანაირად აღიქვას და სხვადასხვანაირად დაინახოს. არა, პრინციპში სპექტაკლი ან რაც არ უნდა ეხლა შენ მაინც ერთი სათქმელია, ერთი ტექსტია, მოძრაობა და მოქმედება შეიძლება სხვადასხვანაირია, გრადუსი იქ იწევს სხვადასხვა რაღაცეებს, აქცევ ყურადღებას, მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის, რომ შენ სხვადასხვა რამეს განიცდი, აი როგორც კინოში. აქ მთავარი ის არის, რომ ამას განიცდი ცოცხლად. აი ცოცხლად ამის შეგრძნება მაყურებლისთვის. ესაა უფრო მნიშვნელოვანი და არა ის, რომ შენ შეიძლება აი არიან მაყურებლები, რომლებიც 10 ჯერ დადიან მოსულან სპექტაკლზე ერთი და იგივეს. ეს მათთვის სხვადასხვა რამეს კი არ ხედავენ. ნუ კი შეიძლება იქ სხვადასხვა რაღაც სხვას მიაქციოს ყურადღება, რასაც ადრე არ აქცევდა, მაგრამ მთლიანობაში ხო ერთ თემას უყურებს. აქ უფრო ცოცხლად თანაგანცდას აქვს მუღამი და არა ის, რომ შეიძლება სხვადასხვა რამე აღმოაჩინო. ანუ იმას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენ იმას ამბობთ, რომ მაყურებელი და მსახიობები ერთი მთლიანი ნაწილი ხდება და ეგაა ზუსტად თეატრის მნიშვნელობა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რო გადმონახეთ, წარმატებებს გისურვებთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა. კარგად იყავით და თეატრი ალბათ ყველაზე ცოცხალი ხელოვნებაა. ყოველი სპექტაკლი უნიკალურია და ვერც ერთი სცენა მეორდება, სუსტად ისე როგორც წინა იყო. ჩვენ დღევანდელი სტუმარის ისტორიამ დაგვანახა, რომ რამდენიმე შრომა, ემოცია, სიყვარული დგას თითეული როლის მიღმა. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს იყო სათემო რადიოს გადაცემა.